სალამი მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ და ამ კითხვით დავამთავრებთ ბიბლიურ კითხვები და პასუხებს, რომელიც ჯონ მაკარტურმა 2012 წლის 30 სექტემბერს ჩაწერა. ჩვენ როგორც გითხარით, ეს არის 59 ნაწილი და მე გადავალთ 360-ზე. 58-ს თუ დაუწყებთ ძებნას გამოტოვებულია გარკვეული მიზეზებისა გამო, რომ არ იყო ჩანაწერი ესე ვთქვათ, ბეჭდური ჩანაწერი ამისი დადებული. პირველად არ ვიცი რატომ მოხდა ამ 60 იმაში, პირველად არ ვიცი შემდეგი 80-დე როგორ იქნება, მაგრამ მიწერითაც მე ადრე მივწერე ბევრი რამე, რომ ისე არიან დაკავებულები, რომ ეხლა არ ვიცი მიაქცევენ თუ არა მაგას ყურადღებას. მაგრამ მე მაინც გავაკეთებ მაგას და ვნახოთ თუ გამოასწორებენ თუ სადმე არის. ეთყობა დაიკარგა ან აღარ არის და ამის გაკეთება ცოტა რთული არის, ხომ? იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია, რომელსაც ქვია Grace to You, მადლი თქვენ, ეს ცალკე ეკლესიისგან ცალკე მდგომი ორგანიზაცია. ეს წმინდად ჯონ მაკარტურის ხელმძღვანელობით ხდება, როცა ეკლესია, სადაც ის მოღვაწეობდა, იქ უკვე დაქირავებულ პოზიციაში იყო ჯონ მაკარტური, ლეგალურად რო ვთქვათ. ასე რომ შეიძლება რაღაცა ის იყო კომუნიკაციის დარღვევა და ამას ფილ ჯონსონი ხელმძღვანელობს, რომელსაც ახლა ხან ბოლოს პატარა საუბარი ჩაატარა, არ ვიცი იცი თუ არა ჩვენ მე დავდები გავაზიარე Facebook-ზე ჯონ მაკარტური დაუსაფლავებიათ ესე ვთქვათ ძალიან პირადულ ოჯახურ სიტუაციაში, როგორც ეთყობა, იმიტომ რომ არ იყო ესე ვთქვათ საზოგადოებრივი პანაშვიდი და არ ვიცი ეს ამის მიზეზები რა იყო, როცა გავიგებ აუცილებლად გაგაგებინებ თქვენს, მაგრამ მისი მემორიალური ხსოვნის დღე, სადაც უკვე მიცვალებული არ არის, ხომ ეს აგვისტოში ჩატარდება და ეგ რიცხვიც დავდები, აღარ მახსოვს 22-ია თუ რაღაცა და მაგის ვიდეო და ისინი დაიდება. მგონი იგივე გააკეთეს რობერტ სპროულიცეც და ოჯახმა არ ინდომა ეთყობა, ან შეიძლება დაბარებულიც ქონდა თავის ანდერტში, რომ არ უნდა მას რომ რაღაცნაირად მისი პანაშვიდი ქცეულიყო რაღაცა კერპთაყვანისმცემლობად. მე ესე ვფიქრობ, ჩემი ახსნა ესეთი ამისი. და კონკრეტულად როდის მოხდა მისი დასაფლავება, ჩემთვის უცნობი არის. ბოლო კითხვა ესეთი საინტერესოა, რომელიც ეხება რომაელთა წერილს, სადაც განცხადებულია და ჩვენ ამას წავიკითხავთ, რომ ღმერთის შემეცნება ყველას შეუძლია. აბსოლუტურად ღმერთმა ჩადო ჩვენთვის, სანამდე რა თქმა უნდა ადამიანის სახარებას გაეცნობა, როგორც ღმერთის შეიმეცნება, როგორც ირგვლივ ჩვენი სამყაროთი, ლაპარაკია ზეციურ ირგვლივ კოსმოსზე, რომელიც ჩვენ გვარტყია, და ასევე ჩვენში ჩადებული ის, რასაც ქვია სინდისი და რასაც ქვია ის მორალის შეგრძნება, რომ ეს და იმანუელ კანტიც ამას ადასტურებს, ხომ? და ლაპარაკი ახლა ერთია რომ შევიმეცნოთ ღმერთი როგორც ღმერთი, შემოქმედი ღმერთი და მეორე როგორც მხსნელი. და კითხვა სტანსოს ბრაზილიელია პიროვნება ელშონი აინტერესებს. შეიძლება რომ ადამიანებს აქვთ უნარი რომ შეიმეცნონ ის როგორც მხსნელიც და ლაპარაკია სახარების წაუკითხავად. და საინტერესო კითხვა არის სხვათა შორის მისაქცევად და ჯონ მაკარტურიც ამას ძალიან კარგად გაცემს პასუხს. ყველა ადამიანს შეუძლია ღმერთის როგორც შემოქმედის და ასევე როგორც მხსნელის შეცნობა. მე მქვია ელშონი ბრაზილიიდან და მოკლე კითხვა მაქვს რომაელთა პირველი თავის შესახებ. მე მინდა ყურადღება გავამახვილო მე-20 მუხლზე, ყველა მუხლი ძალიან საინტერესოა და მე წავიკითხავ ამას მე-18-დან. ბატონი ელშონი მე-20 მუხლზე ამახვილებს, მე მე-18-დან წავიკითხავ. ვინაიდან ცხადება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთოებასა და უმართლობაზე. უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა განხილვით, ესე იგი ირგვლივ ჩვენ რაც გვარტყია, შეიცნობა უხილავნი ღვთისა, მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა, ასე რომ ვერ გამართლდებიან ისინი, რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელად უმეცარი გული. და აუცილებლად ეს თავს რო წაიკითხავთ, მეორე თავზეც გადადით, იქაც გრძელდება და ამას ის მოყავს ჯონ მაკარტურსაც და ასევე ტიმოთედან მოიყვანს წერილს. ხლა მაინტერესებს, როგორც ეს მუხლი ამბობს, შეუძლია თუ არა ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა ღმერთის როგორც შემოქმედის აღიარება.
მაგრამ იმავე სცენარში ყველა ადამიანს შეუძლია ღმერთის როგორც მხსნელის აღიარება. ჯონ მაგალითად ბრალსოს. დიახ, ეს ასეა. ყველა შეუძლია ღმერთის როგორც შემოქმედის აღიარება და თქვენ ღმერთს როგორც მხსნელსაც ასევე შეიცნობთ. და ამას ჩვენ უკვე ტიმოთეს წერილში ვიღებთ. ღმერთი ყველა ადამიანის მხსნელია, განსაკუთრებით მათი, ვინც მორწმუნეა. ღვთის მხსნელი ბუნების დემონსტრირება იმაშია, რომ ის არ აძლევს ცოდვილებს იმას, რასაც ისინი იმსახურებენ და როდესაც ისინი იმსახურებენ. იცით ხომ, ყველა ადამიანი ექვემდებარება და ღირსია მომენტალური სიკვდილის, იმიტომ რომ ცოდვილები იბადებიან. ჩაიდენენ თუ არ ჩაიდენენ რამეს. და როცა ღმერთი ამას არ აკეთებს, აქ ჩანს მისი მადლი და მხსნელის ბუნება. სწორედ მისი მოთმინება და ტოლერანტობა ცოდვილების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ ის არის ბუნებით მხსნელი. ცოდვილებმა ეს უნდა დაინახონ იმ ფაქტში, რომ იციან, რომ ცოდვილები არიან, იციან, რომ უზნეობი არიან და მაინც ცოცხალი რჩებიან და აგრძელებენ სიცოცხლეს. იციან, რომ არ ღვევენ ღმერთის კანონს, რადგან კანონი მათ გულებშია დაწერილი. ეს უკვე სინდისია მეორე თავში, გადადით რომაელთა მეორე თავზე, ღვთის კანონი მათ გულებშია დაწერილი. ესე იგი, გარედან სამყაროს შექმნით და მათ გულებში დაწერილი. მათ იციან, რომ ღმერთი ბუნებით მხსნელია, რადგან იციან, რომ მისი კანონი დაარღვიეს. მათ იციან, რომ ის შემოქმედია გონიერებით, მათ იციან, რომ ის მართალია მათ გულებში დაწერილი კანონით, ამგვარად მათ იციან, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც შემოქმედია და ასევე მან მათი გულებში დაწერა კანონი. მათ იციან, რომ არ ღვევენ ამ კანონს და მაინც ცოცხლობენ. ასე რომ მათ იციან გარკვეულწილად, რომ ღმერთი მოწყალე მხსნელია. მაგრამ ჭეშმარიტი სიმართლე იმის შესახებ თუ როგორ იხსნის ის მათ, ეს უკვე წმინდა წერილიდან უნდა გავიგოთ და გაიგონ მათ. და ამიტომაც ჭირდებათ, რომ სახარება ეკადაგოს ყველა ერს და ყველა ნაციას. გასაგებია, კარგით ამითი ჩვენ ამოვწუროთ დღეს. რადგან დრო გავიდა და ჩვენც ძალიან გაგვეწელა ეს პერიოდი, ასე რომ ბოდიშ გიხდით ყველას ლოდინის გამო, ვისაც პასუხი ვერ გავეცით. და ამას ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ გავაკეთეთ. მადლობა ყველას. და ქალ ბატონი იქიდან წამოიყვირებს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს პროცესი. ჯოსეონება, ძალიან მადლობა, კარგით ხალხო, მე რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი, მინდოდა რომ ყველას მოგესწრო და ბოდიშ გიხდით თუ შეგაჩერეთ. როდესაც ხალხი გაქცევას იწყებს, ჩვენ უნდა დავნებდეთ, ეს ის მომენტია, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ. ასე რომ მოდით ახლა და ვილოცოთ და აუცილებლად გაგიშვებთ. მამაო, გმადლობ დღეს საღამოს კარგი საუბრისათვის, შენი ჭეშმარიტების შესახებ კარგი ურთიერთობისათვის და ყველა ამ სხვადასხვა საკითხებისათვის, რომლებიც ჩვენს გულში იყო და ყველაფერი იმ ფაქტს უბრუნდება, რომ ჩვენ გვინდა დავემორჩილოთ შენ სიტყვას და ვიცით, რომ ის არის მხოლოდ ერთი წყარო, რომელიც იძლევა პასუხებს ამ ჩვენს კითხვებზე. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება და ეს დიდი მადლი და დიდი ბედნიერი და ამისათვის გმადლობთ. გთხოვ დალოცო ეს ძვირფასი ადამიანები და ჩაუდო მათ ჭეშმარიტება მათ გულებში და გამოიყენო ისინი უფალო, რათა შენი სახელი უფრო განდიდდეს. ჩვენ ლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით და ყველამ თქვას ამინ. ღამე მშვიდობისა, გმადლობთ.